ამ ფონზე მინდა შევეხმიანო გეგამ გალობლიშვილს, რომელიც ნატოსა და თურქეთში იყო ჩვენი ელჩი, იუესალმო მას და გეგას მინდა ვთხოვო სურათის ანალიზი, აი პირველ რიგში გეგა თქვენს ადევნებდით ალბათ თვალს მათ შორის ქართულ სოციალურ ქსელებს გამოხმაურებებს, იყო დიდი მოლოდინები, ბუნებრივია იმ სურათის ფონზე, რაც მოდიოდა რეპრესიების მასობრიობასთან, ხალხის ხოცვასთან და წამებასთან დაკავშირებით, რეაგირებას ყველა ითხოვს არა მარტო საქართველოსთან, მთელი ცივილიზებული სამყარო, მაგრამ ერთია ჩვენ რა გვინდა და მეორეა რა შეუძლია ახლა ამ მომენტში, ესე ვთქვათ, დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. სურათი ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ გავრცელებული ინფორმაციებით საუდის არაბეთი, რეგიონის, ანუ ყურის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო და თავად პლუს ისრაელი. ისრაელი ყველამ შემამჩნიეთ, რომ აი მაგალითად წინა ომის დროს ნეთანიახო ყოველდღე ახალ მიმართვას წერდა ხოლმე ირანელი ხალხისადმი, რომელიც მათ შორის სპარსულ ენაზეც კი გადაიცემოდა. ახლა მსგავსი ჩვენ ვერაფერი ვნახეთ, საკმაოდ თავშეკავებულები იყვნენ ამ პროცესში, რაც პირადად ჩემთვის იყო პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ ამ პროცესებში ამ პროცესების ძირითადად მაინც როგორც ჩანს სპონტანური ხასიათი ჰქონდა და ეს არ იყო რაღაცა ტიპის კოორდინირებული ქმედებების შედეგი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, შეერთებული შტატების მსხვილი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში არ იყო. ამ წუთისთვისაც არ არის, თუმცა ვიცით რომ დაიძრა ერთი ავიამზიდი. მოკლედ, აი რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორ შეგიძლიათ შეგვიფასოთ ეს სიტუაცია? სალამი გიორგი, მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის საინტერესოა შენთან საუბარი. მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნები ახსენე და ისრაელის როლი ზოგადად ბუნებრივი არის, რასაც შევამბობ, რომ უშუალოდ ისრაელი ცდილობს, რომ არ იყოს იმდენად აქტიური რიტორიკულად, იმიტომ რომ რეჟიმი თუ საგარეო მინისტრსაც მოусმენდით არაქშის გუშინ წინ ქონდა ინტერვიუები Fox-თან და მე გამოსვლა ქონდა რამდენიმე, პრაქტიკულად მათი ნარატივი რა არის, რომ ის რაც ხდება დღეს ირანში, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და განსაკუთრებით ისრაელის მიერ მართული პროცესი და მათ ისე უნდათ, ანუ მათი მთავარი ირანული ამჟამინდელი რეჟიმის მთავარი ნარატივი არის, რომ პრაქტიკულად ისრაელს სურს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიოს ომში ირანის წინააღმდეგ. ამიტომ ისრაელის თავშეკავებულობა ამით აიხსნება. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ისრაელის ამ კუთხით როლი, როგორც უშუალოდ თუ რატოა ის თავშეკავებული ეხა მის რიტორიკაში, არამედ ის როლი, რაც ისრაელმა ითამაშა თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედების გადავადებაშიც, იმიტომ რომ არსებობს მრავალი საკმაოდ კვალიფიციური ირანის მცოდნე არაორაზროვნად ადასტურებს იმას, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ განახორციელა სამხედრო თავდასხმა, იყო თავად ისრაელის ხელმძღვანელობის თხოვნაც, იმიტომ რომ ესკალაციის პირობებში ისრაელს ესაჭიროებოდა გარკვეული დრო იმისთვის, რომ მომზადებულიყო სამხედრო კონფრონტაციისთვის. ისრაელთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონფლიქტის სამხედრო დარტყმის გადავადებაში როლი აქვს ბუნებრივია და ახსენე გიორგი შენ შესავალ სიტყვაში თვითონ რეგიონის ქვეყნებსაც, ხო ყურის ქვეყნებსაც, იმიტომ რომ რამდენიმე მიზეზი არის, რის გამოც ყურის ქვეყნები ამ ეტაპზე თვლიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დარტყმის განხორციელება ნიშნულოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ეროვნულ ინტერესებს. ხო, პირველი ეს არის ესკალაციის შიში ზოგადად, იმიტომ რომ არის მოსაზრება და მეც გარკვეულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ რეჟიმი იმდენად არის დასუსტებული და იმდენად არის კუთხეში მიყენებული, რომ დაუშვათ რეჟიმის მიერ, ირანის მიერ საპასუხო ქმედებები არ იქნება ისეთივე სიმბოლური, როგორც დაუშვათ ეს იყო 12-დღიანი ომის მერე ივნისში 25 წლის, ან თუნდაც ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდგომ, როდესაც მან ივნისში 25 წელს მათ როგორც გახსოვთ შეტევა მიიტანეს, მაგრამ სიმბოლური შეტევა მიიტანეს ყატარში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზაზე.
ხოლო ყასიმ სულეიმანის მკვლელობის შემდგომ მათ თავდასხმა განახორციელეს და ესეც სიმბოლური თავდასხმა იყო, იმიტომ რომ წინასწარ გააფრთხილეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე ერაყში. დაახლოებით რასაც რა გზავნილსაც ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება აგზავნის რეგიონში არის შემდგომი შინაარსის და ძალიან გავს ეს ასადის გზავნილს თვითონ ესეთი არაბული გაზაფხულის და სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მაშინ ასადის გზავნილი და მისი მომხრეების გზავნილი იყო, რომ თუ რეჟიმი დაემხო, მაშინ სირია ცეცხლის ალში გაეხვევა. ანუ ასადი ისე არ წავა, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში არ გახვიოს. ხო, დაახლოებით იგივე მესიჯი აქვს, იგივე გზავნილი აქვს ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას ყურის ქვეყნების მიმართ, რომ აი ამ ეტაპზე კუთხეში მიყენებული და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მდგომი ეს რეჟიმი ესე მარტივად არ წავა და მათ აქვს შესაძლებლობები იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო ესკალაცია მოახდინონ რეგიონში. აქვე დავაზუსტოთ, დიახ, ბრძანეთ, გიგა დაასრულე და შემდეგ. აი, რა ორი მიზეზი მაქვს, ორი კიდე მნიშვნელოვანი ასპექტია ჩემი აზრით და მე უცებ დავამთავრებ ამას. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გიორგი, არის ის, რომ დაუშვათ აი რამდენიმე წლის წინ რომ იგივე სცენარი წარმოგვედგინა, ხო, დაუშვათ რომ ირანში არის მასობრივი არეულობები და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა სამხედრო ოპერაცია განახორციელოს, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ამას სიხარულით შეხვდებოდა და ხშირად ეს იყო ხოლმე რეგიონის ქვეყნების მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. თუმცა მდგომარეობა დღეს არის რადიკალურად შეცვლილი. ირანი არის მნიშვნელოვნად დასუსტებული. ირანმა დაკარგა მოკავშირეები, დაკარგა მისი მთავარი მოკავშირე რეგიონში ასადის რეჟიმის სახით. მისი კონტროლი ეგრეთ წოდებულ პროქსი ჯგუფებზე არის მნიშვნელოვნად შესუსტებული, ხო, როგორც ლიბანში, ის ჰეზბოლა, ისე ჰამასი ძალიან დასუსტებული არის, არც ჰუსიტები არიან საუკეთესო ფორმაში. ანუ ირანი არ წარმოადგენს დღეს რეგიონის ქვეყნებისთვის მთავარ საფრთხეს. ამის მიღმაც რეგიონის ქვეყნებმა დაახლოებით 22 წლიდან მოახერხეს გარკვეულწილად რაღაც ესეთი სტატუს კვოს შექმნა ირანთან, მეტწილად ესეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ამ ეტაპზე მათთვის რაღაცა ფორმით სამხედრო ესკალაცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. და ბოლო და მნიშვნელოვანი მიზეზი ზოგადად დემოკრატიულ ცვლილებებს ახასიათებს ხოლმე ეგრეთ წოდებული დომინოს ეფექტი, ხო? ანუ ხშირად ეს იოლად გადაედება ხოლმე სხვა რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებსაც და ამ თვალსაზრისით არც თურქეთისთვის და არც ბუნებრივია რეგიონის ქვეყნებისთვის ამ ტიპის ცვლილება შეიძლება არ იყოს რაღაცა ესეთი დიდი სიხარულის მომტანი. პირიქით შეიძლება ამ ცვლილებებს საფრთხედად აღიქმავდეთ. გიგა, ზუსტად აი თქვენი ექსპერტიზისა და ცოდნის გათვალისწინებით მინდა კითხოთ, სიტუაცია ისეთია, რომ შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც შეერთებული შტატების გამოცდილება და პრეზიდენტ ტრამპის მოქმედების სპეციფიკა, რასაც უყურებთ, ან უნდა იყოს სწრაფი, ნაკლები დანაკარგები და შედეგიანი და ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება ირანის შემთხვევაში, იმიტომ რომ წინა ომის სიტუაციაში მიზანი იყო ძალიან კონკრეტული, ეს იყო ბირთვული პროექტი, გეოგრაფია სრულიად განსაზღვრული იყო, ანუ ის ქარხნების ტერიტორიები, საცავები, სადაც ის მდებარეობდა, რაც უნდა დაებომბათ და გაზომვადი იყო. ნუ ეხლა ამ შემთხვევაში გაზომვად იქნება მხოლოდ ის შედეგი, თუ კი არა მარტო აიათოლა ხამეინი, არამედ მთლიანად რეჟიმი ჩამოიქცევა, ხო? მაგრამ ამის მიღწევას გაცილებით მასშტაბური და ყოვლისმომცველი მოქმედებები ჭირდება, რაც ხმელეთზე მოქმედების გარეშე თითქმის წარმოუდგენელი არის. ამის პარალელურად ჩვენ რეგიონში გვყავს ქვეყნები, რომლებთაც ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ ირანთან, მათ შორის იგივე მისი მთავარი კონკურენტია მხრივ საუდის არაბეთი, რომელსაც შეიძლება დიდად არც აწყობდეს, რომ ირანი ასე ერთმნიშვნელოვნად სწრაფი რეჟიმის სრულების პირობებში პროდასავლური, პროამერიკული სახელმწიფო გახდეს თავისი ბუნებრივი რესურსებით და პოტენციალით, რომელიც საუდის არაბეთის შეუცვლელ როლს აქამდე შეერთებული შტატებისთვის
ცოტას დააკნინებს. და თურქეთი, რომელსაც ასევე აქვს თავისი ინტერესები და მათ შორის პირველ რიგში უსაფრთხოების კუთხით ეს უკავშირდება ქურთული უმცირესობების პოზიციებს, რამაც ირანში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ხო, ანუ ისე დაალაგდა კი არა, ისეთი არის მოცემულობა, რომ ბევრი რამისთვის ანგარიშის გაწევა საჭირო ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ, რომელსაც ჭირდება დამატებითი გარანტიები, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ადგილზე სამხედრო ყოფნის პირობებით, რომ დამატებითი რესურსები გაჩნდეს ირანის აი ამ უკვე თავზე ხელაღებული თავდასხმის პერსპექტივის გათვალისწინებით. ნუ სურათი დავხატეთ საკმაოდ ესე ვთქვათ რთულია, კომპლექსურია. თქვენი აზრით ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს ახლა უკან დასახევიც აღარ აქვს დარჩენილი, არა მარტო ჰუმანიტარული თვალსაზრისით 12,000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, სისასტიკის მასშტაბები არის კატასტროფული, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში ყველა ხვდებით, რომ ეს არ არის იმ ბუნების რეჟიმი, რომ მისი გაუკეთესების პერსპექტივა არსებობდეს, აწის თუ არ გაუარესდება პირიქით, ხო? და ადრეთ უგიან ყველა ვარიანტში მაინც მოუწევს რაღაც ჩარევები. ვერაცდება ამას და მეორე მხრივ მისი მოწოდებები ამ დღეებში, რომ აბა გზაშია დახმარება და რომ აიღეთ ინსტიტუციები, შენობები და ასე შემდეგ. ტრამპი ვერ დაუშვებს იმას, რომ მისი ეს სიტყვები ჰაერში დარჩეს, რადგან რესპუბლიკელი სენატორების განცხადებები იმ დღეებში სიტყვასიტყვით ასეთი იყო, რომ ტრამპი ობამა არ არის. ბევრი საუბარი გამომივიდა, მაგრამ მე უბრალოდ სურათი აღწერე და ახლა თქვენი როგორც სპეციალისტის აზრი მაინტერესებს, რა შეიძლება პრაქტიკულად ალბათ აი ორი დღის წინ რო გეკითხათ, ალბათ ყველა იმ სპეციალისტისთვის, ვინც წლებია ირანზე მუშაობს, გეტყოდნენ, რომ ალბათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ქმედება პრაქტიკულად გარანტირებული იყო და პრაქტიკულად არავინ არ თვლიდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცა ეტაპზე ამ ქმედებას გადაავადებდა. ხო, ნუ ამან გარკვეული ესეთი იმედგაცრუებაც გამოიწვია ბევრ ადამიანში, მათ შორის ირანში ოპოზიციის რიგებში. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ქმედება არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. და რამდენიმე მიზეზი არის, რატომაც დღემდე მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ქმედება არის საკმაოდ რეალისტური. პირველი, გიორგი, რაც შენ ახსენე, ხო ეს დანიშნულოვანი არის. ზოგადად პრეზიდენტ ობამას ესეთი ყველაზე უფრო დიდი რეპუტაციული ზიანი და ეს მისი მომხრეებიც და მისი გუნდის წევრებიც აღიარებენ, მიადგა 2013 წლის ცნობილი წითელი ხაზების არდაცვის გამო სირიასთან მიმართებაში. ხო, როდესაც მან გაავლო ძალიან მკაფიო წითელი ხაზები სირიასთან მიმართებაში, გააკეთა განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ ასადი გამოიყენებდა ქიმიური იარაღს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ შეერთებული შტატები იმოქმედებდა და ასადმა არა მხოლოდ ერთხელ გუთაში, არამედ განმეორებითად გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და პრეზიდენტ ობამამ პრაქტიკულად უკან დაიხია კონგრესს მიმართად თუ გახსოვთ, მაშინ იყო ესეთი რაღაც ამ ფორმით შეეცა და უკან დაიხიყო და ეს თვითონ ტრამპსაც არაერთხელაა გაკრიტიკებული. ანუ აი ობამას ეს ქმედება. ამიტომ ტრამპი იმათ ჩემი აზრით თავისთავად ჩაიგდო იმ მდგომარეობაში აი მისი განცხადებებით, რომ ეხა უკან დახევა ძალიან მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის გარეშე მისთვის იქნება ძალიან რთული. ტრამპის განჭვრეტა ზოგადად ძალიან რთული არის და მის ერთ-ერთ სიძლიერად სწორედ ეს ითვლება, რომ ის მოულოდნელად მოქმედებს ხოლმე. ხო, ანუ ეს არის დაუშვათ მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. და რთულია განჭვრეტო ის რას იზამს. თუმცა ამ შემთხვევაში მგონია, რომ აი ეს თვითონ ეს ობამას ფაქტორი და ის რომ მას ყოველთვის ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ის არ მოხდეს მისი პროექცირება როგორც სუსტი ლიდერის, ხო? ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თვითონ მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატების არ მოქმედებას ну, არ ვიტყოდი რომ გამორიცხავს ბუნებრივი ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს. ხო, ეხლა მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, როგორც გითხარით, ანუ იქ იყო რეგიონული სახელმწიფოების ჩარევა, საუდის არაბეთი ახსენე, ყატარი, ასევე ბაჰრეინს არა აქვს იმ ტიპის გავლენა, მაგრამ ვიცი რომ თხოვნა იყო ბაჰრეინის მხრიდანაც, თურქეთი თავის მხრივ, მაგრამ თავად ისრაელიც მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული
შტატების ესეთი სამხედრო მზადყოფნა არ იყო რეგიონში, ხო? ანუ ავიამზიდი არ იყო რეგიონში. ანუ ესკალაციის შიშის გამო ამ რეგიონის, ანუ განსაკუთრებით ესკალაციის შიშის გამო, განსაკუთრებით ისრაელს ამ შემთხვევაში რამოდენიმე დროით გადავადება მათი სურვილიც იყო. ჩვენ დღეს ასაც ხედავთ ახლა, ხო, სამხედრო თვალსაზრისით ხდება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღების სრული მობილიზაცია და აბრაამ ლინკოლნის ავიამზიდი გაგზავნილი არის ჯორჯ ბუშზეც არის ლაპარაკი, რომ ისიც შეიძლება დაიძრას ამ მიმართულებით. ანუ სრული პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები არის თუ ამერიკის შეერთებული შტატები არის ზე სახელმწიფო რომელიმე მიმართულებით, ამისი სამხედრო ძალა არის პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი ან ალიანსები, რომლებსაც შეუძლიათ დაუპირისპირდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ ვთვლი, რომ აი ეს რაღაცა და მესამე მნიშვნელოვანი გიორგი შენც ახსენე შენ შესავალში თვითონ მოსადის ხელმძღვანელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა ვიტკოფთან შეხვედრა იყო საუბარი, ეს არ გავრცელებულა, მაგრამ იყო საუბარი, რომ ის თვითონ აპირებდა პრეზიდენტ ტრამპის დაბრიხვას, ანუ მოსადი ითვლება ზოგადად ისტორიულად ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე უფრო განსაკუთრებით რეგიონში ყველაზე უფრო ძლიერი დაზვერვის სამსახურად, ხო და ამიტომ აი ეს ყველაფერი აი ამ ფაქტორების ერთობლიობა ამ ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედების ჩატარებას ჯერ ესე დღის წესრიგიდან არ ხსნის. ეხა კიდე ერთი საკითხი გიორგი შენ რაც ახსენე, შენ ჩამოთვალე ის საკითხები ვიტკოფმა რაც ჩამოთვალა, ხო, პრაქტიკულად რაც არის ის ანუ პრაქტიკულად ჩათვალე გიორგი, რომ ეს არის დაახლოებით რაღაც ესეთი ტიპის ულტიმატუმი წაყენებული ირანის მთავრობის მიმართ. ეს არის ისეთი პირობები, რომლის შესრულებაც პრაქტიკულად არის ირანისთვის იქნება სრული კაპიტულაცია. ანუ ეს არის პირობები, რომლის შესრულებაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე წინსწრებად იცის, რომ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ამის შესრულებას ვერ შეძლებს. ირანის რეჟიმმა შეიძლება ცადოს დროის მოგება. შეიძლება ცადოს რაღაცა მოლაპარაკებებში ჩათრევა. როგორი სამშტილება რჩება, იცით, ახლა ეს ბოლო რაც არის ტრამპის მცირე განცხადება გავრცელდა, I greatly respect, ანუ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომელიც გუშინ უნდა აღესრულებინათ დაახლოებით 800, ასე მიუთითებს თავად ტრამპი, გაუქმებულია ირანის ხელისუფლების მიერ. ანუ მე ერთი წამი არ მეპარება ეჭვი პერსონალურად თუნდაც ტრამპის უნდობლობის ხარისხში ამ რეჟიმის მიმართ. შტაბეშტილება მრჩება თქვენ ახლა რაც საუბრობდით, რომ ორმხრივად დროის გაწელვის და ერთმანეთის მოტყუება ალბათ სხვა სიტყვაა, მაგრამ აი ამ ბუნდოვანების შექმნის მცდელობა, დროის გაწელვის მცდელობა არის. თუმცა, მოდი ზუსტად აქედან გამოვიდეთ, რომელ მხარეს პირობითად რო ვთქვათ, აქვს მეტი რესურსი, რომ ეს დრო უფრო ეფექტურად გამოიყენოს. რეჟიმს რა რესურსებია კიდე დარჩენილი და ვინ შეიძლება მიეხმაროს, იმიტომ რომ ჩვენ ჩინეთი არ გვიხსენებია, რომელიც იქვე გვერდზეა და აგერ პუტინმა დაურეკა ელაპარაკა ფეზიშკიანს და მისი დარეკვები და გვერდში დგომის ასე ვთქვა პირობები ძალიან ცუდად აქვთ დაცდილი, ასადი ახსენე აგერ და მანამდე კიდევ მადუროს, ახლა კუბასაც იგივე უთხრა. თუ ისრაელს, შეერთებულ შტატებს და მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც რიტორიკის დონეზე გაცლებით მკაცრები იყვნენ, მათ შორის მერცმა პირდაპირ თქვა, რომ ბოლო დღეებს და კვირებს ითვლის რეჟიმია. არა, ცალსახად ბუნებრივი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ რეჟიმი პრაქტიკულად, ანუ რეჟიმს არასოდეს არ ქონია, არასოდეს არ მდგარა იმ ტიპის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, როგორცაც აი დაუშვათ ირან-ერაყის ომს თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, ხო ირან-ერაყის ომის, როდესაც ერაყმა მოახდინა მაშინ სამხედრო შეტევა ირანზე რევოლუციიდან სულ რამდენიმე თვეში. ანუ ესეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ეს რეჟიმი არ მდგარა და შესაძლებლობა რომ რეჟიმმა შეძლოს თვით რეგენერაცია საკუთარი თავის ან განახლება ან რაღაცნაირად აი ამ კრიზისიდან
გამოსვლა ერთი რაზეც პრაქტიკულად ალბათ ყველა თანხდება არის რომ რეჟიმს ამ კრიზისიდან გამოსვლის რესურსი არ გააჩნია. უბრალოდ საუბარი არის ეს პროცესი რამდენ ხანს გაიწელება და რამდენი ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს. ხო, ეს არის, ამაზე არის საუბარი, თორე ის რომ ამ რეჟიმს ამ კრიზისის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს, ამაზე გონია რომ ფართო კონსენსუსი არის. ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუნებრივია გაცილებით უფრო ამხრივ გაცილებით უფრო მეტი რესურსი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუნებრივია ჭირდება გარკვეული დრო ჭირდებოდა იმისთვის რომ სამხედრო ძალების მობილიზება გაეკეთებინა პრეზიდენტი ტრამპი მიუხედავად იმისა რაც არ უნდა და უშუალოდ განსანო ბუნებრივია ხა პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა ყოველთვის არის ხოლმე ის ამ თვალსაზრისით ის ყოველთვის ცდილობს საკუთარი როლის ხაზგასმას, ხო? ბუნებრივია ის ახლა საკუთარ როლს უსვავს ხაზს, რომ მის გამო არ მოხდა დაკავებული პატიმრების ჩამოხრჩობა რეჟიმის მიერ და მან გადაარჩინა ეს მათი სიცოცხლე. თუმცა რაზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა გიორგი ის არის, რომ ეს მას უკან დასახებ გზას მაინც არ უტოვებს. მის მიერ გაკეთებული განცხადება მან თუ არ იმოქმედა მისი პრეზიდენტ ობამასთან აუცილებლად გაიგივება მოხდება მან ეს იციან მისმა მოკავშირეებმაც ამიტომ საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება მისთვის თუ ის გადაწყვეტს რომ არ იმოქმედოს მეორე და ალბათ განმეორდები მაგრამ მაინც იმ ტიპის მოთხოვნები რაც მან ირანს წაუყენა დღეს ეს არის ის მოთხოვნები, რომლის შესრულების რესურსი ამ რეჟიმს არ გააჩნია. იმიტომ რომ ეს პრაქტიკულ კაპიტულაციას ნიშნავს რეჟიმისთვის. და მესამე თვითონ საბოლოო, თვითონ რეგიონის ქვეყნებს გარკვეულწილად აქვთ გავლენა, განსაკუთრებით საუდის არაბეთს, ყატარს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, ისევე როგორც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, ხო? მაგრამ მათი გარკვეულწილად მათი გავლენის რესურსიც განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპზე ამასაც არ გავაზვიადებდი ძალიან. ხო, მათ შეუძლია რაღაცა ეტაპზე რაღაცა პროცესები შეაფერხონ, მაგრამ არ მგონია რომ მათ ჰქონდეთ იმის რესურსი რომ შეაცვლებინონ და უშუალოდ მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ასე რომ ეს რეჟიმი ამ კრიზისიდან ამ რეჟიმის გამოსვლა მიუხედავად იმისა რომ დღეს რა ხდება ირანში პრაქტიკულად არავინ არ ვიცით რომ თვითონ ხალხი და უშუალოდ პირველმა ამ რაღაცა ძალიან ბრუტალურმა ტალღამ ამ რეპრესიებისა გარკვეული შედეგი გამოიღო იმ თვალსაზრისით რომ უშუალოდ ეხა აქციები ისეთი მასშტაბური არ არის მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რეჟიმმა ამ კრიზისის გადალახვა შეეძლო რა თქმა უნდა თვითონ ისტორიული ანალოგები არ არის ხოლმე ხშირად ყოველთვის რაღაცა ერთ-ერთში არ მარხდება ხოლმე მაგრამ თვითონ 79 წლის ისლამური რევოლუციაც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს არის განმავლობაში მათ შორის დასაფლავებების მე 40 დღის ეს ციკლი იყო რაღაცა თან ქონდა თავისი პიკები და დაუშვათ გაზაფხულზე იყო პიკი მერე ზაფხულში მერე ისევ შემოდგომაზე იყო შემდგომი პიკი ასე რომ ეს განგრძობითი პროცესი არის უბრალოდ ამ რეჟიმს ამ კრიზისიდან გამოსვლის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ამ კრიზისიდან გამოსვლის პოტენციალი აღარ გააჩნია. გიგა ძალიან